ამერიკის კომუნისტები დღეს ძალიან მოწყენილები არიან, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უისკონსინში დამარცხდა. დიახ, ფრანჩესკა ჰონგი, ხომ იცი? ის გიჟი ხალი, რომელიც მადლიერების დღესასწაულის გაუქმებას ითხოვდა და ლაპარაკობდა თეთრკანიან ტკანიანობასთან სიახლოვის საფრთხეებზე, უისკონსინში ვერ გაიმარჯვა. და ჰასან პაიქერი ძალიან მოწყენილია ამის გამო. სინამდვილეში DSA, ანუ ამერიკის კომუნისტები, ძალიან იმედგაცრუებულები არიან. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის ის, რასაც ყველამ უნდა ვიზეიმოთ. დიახ. კარგია, რომ ესეთი შეშლილი ადამიანი არ მოიპოვა რეალური სახელმწიფო თანამდებობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხები უკვე წარსულშია და არ უნდა იფიქროთ ასე. მაგრამ ჯერ მათთვის, ვინც არ იცის, ვინ არის ფრანჩესკა ჰონგი, გულისხმობ, ეს არის აბსოლუტურად შესანიშნავი საჩუქარი, რომელიც კომუნისტებმა წელს მოგცეს. დავიწყებთ ამ შესანიშნავი შედევრით, რომელიც მას ეკუთვნის. რესტორნების ინდუსტრიაში როცა რაღაც გვეწურება. ვამბობთ, რომ ის ამოიცურა და ვიტყოდი, რომ უკვე დროა ტრამპი მოვიშოროთ. კარგი, თუ არ იცით, რას ნიშნავს 86, მოძებნეთ. ეს ბანდის ტერმინია. და ის ფიქრობს, რომ ეს კარგი რამაა სათქმელად. დიახ, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიშოროთ ტრამპი. პირდაპირ მკვლელობის მცდელობისკენ მოუწოდებს ტრამპის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს ადამიანები ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა ამ ქალთან, რომელიც გიჟი კომუნისტი კანდიდატია. და თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რას აკეთებს DSA, აუცილებლად უნდა გაიგოთ ამის შესახებ, იმიტომ რომ DSA, ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები, ასეთ უკიდურესობას წარმოადგენენ, მარგინალური, სოციალისტური, კომუნისტური, ფაშისტური ჯგუფია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ისეთი ადამიანები, რომ ვერ დაიჯერებთ. ყველაფრის გაუქმება უნდათ, მაგალითად, ISIS გაუქმება, პოლიციის გაუქმება, თავრობის სრული კონტროლი. იცით, კლასიკური გიჟური კომუნისტები. მაგრამ ესეთი მარგინალური და შეშლილი ჯგუფი მარტო ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ ისინი პირდაპირ ცდილობენ დემოკრატიული პარტიის ხელში ჩაგდებას და ეს საჯაროდაც უთქვამთ ინტერვიუებში. ტყავთ მთელი რიგი ასეთი გიჟი ინფლუენსერები, მაგალითად, ჰასან პაიქერი, იცით, კაცი, რომელიც მოუწოდებს კაპიტალისტების ქუჩაში დასჯას და ამბობს, რომ ამერიკა იმსახურებდა 11 სექტემბერს მომხდარს. ესეთი ადამიანები უჭერენ ამას მხარს, მაგრამ ისინი დიდ პოპულარობას იძენენ, რადგან დემოკრატიულ პარტიაში შეაღწიეს და იქ ეს შეშლილი ადამიანები, პირდაპირ შეშლილი ადამიანები, თავიანთი შეშლილი პოლიტიკით წინ წამოსწიეს. და ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ ეს ადამიანები კანდიდატებად წარმოაჩინონ, თითქოს ეს ნორმალურია. მაგრამ ისინი ნორმალურები არ არიან. და გითხარით, რომ ამ ქალმა მადლიბლიერების დღის გაუქმებას სცადა. და მეგობრებო, მართლა არ ვაჭარბებდი. ანუ ნახეთ ეს. მართლა ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს კადრები რეალურია. შენ სულელი ხარ. კი, იცით, თქვენ ისაუბრეთ თქვენს წარსულ პოზიციებზე, რომელსაც ის მუდმივად უსვამს ხაზს და იცით აშკარად ალბათ ნოემბრამდე ასე გააგრძელებს თუ თქვენ გაიმარჯვებთ. ერთ-ერთი რამ, რაც მათაც წამოაყენეს, იყო თქვენი პოსტი 2021 წელს, სადაც თქვით, რომ ამერიკელებმა მადლიერების დღე უნდა გააუქმონ. ეს 1621 წელს უნდა გაეკეთებინათ. პოსტი წაშლილია, რესპუბლიკელები ამას უსვამენ ხაზს. ისევ ფიქრობთ, რომ მადლიერების დღე უნდა გაუქმდეს? მე შეფი ვარ და ერთ-ერთი პირველი კერძი, რომელიც საზოგადოებისთვის მოვამზადე, როცა 16 წლის ვიყავი, მადლიერების დღის სადილი იყო. შემომხედეთ, ემოციური ადამიანი ვარ. საკუთარ გზნობებთან კავშირში ვარ. რა თქმა უნდა, მესმის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა ყოველთვის ასე ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში, როცა რესტორანი 7-8 წლის განმავლობაში მქონდა, მას სწავლა, რომ ადამიანების შეკრება ერთი მაგიდის გარშემო, საუბრისა და საზოგადოების შექმნისთვის ყოველთვის კარგია. მაგრამ მადლიერების დღე ასევე ძალიან მტკივნეული პერიოდია ჩვენი საზოგადოების ბევრი ადამიანისათვის. ამიტომ მინდოდა დავწყოვნებულიყავი, რომ ხალხს ესმოდა, არსებობს სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს. და ის პოზიცია, რისთვისაც ეხლა ვიბრძვი და ჩემი გამოცდილება როგორც შეფმზარეულს, ნამდვილად დამეხმარება გავხდე უკეთესი გუბერნატორი, რომელიც მეტ ადამიანს მოუყრის თავს ერთი მაგიდის გარშემო. რა თქმა უნდა, შეფ მზარეული ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც დაგეხმარება წარმატებული გუბერნატორი გახდე. ამას ნამდვილად აქვს აზრი. ხალხო, ისინი იტყუებიან, ეს კანდიდატები იტყუებიან. და ახლა წავიკითხავთ მის განცხადებას და რა თქმა უნდა, ვნახავთ ჰასან პაიქერის რეაქციას. მაგრამ მინდა რომ თქვენ უბრალოდ ნახოთ, როგორ ტყუიან ეს ადამიანები ასე წარმოუდგენლად მშვიდად. უბრალოდ უყურეთ ამას. მადლიერების დღე ასევე ძალიან მტკივნეული დროა ჩვენი საზოგადოების ბევრი ადამიანისთვის. ჩემი საყვარელი დღესასწაული მადლიერების დღეა. რა გულისამრევია არა? აი ეს პოსტი, აი ეს ვიდეო, რომელიც ძალიან ვირუსულად ვრცელდება. და ეხლა ის აღმოჩნდა სკანდალის ცენტრი, სადაც ქალი ანტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაუქმოთ, რადგან ამდენიმე ადამიანს ტკივილს აყენებს. და შეხედეთ სტრატეგიას, დემორალიზაციის სტრატეგიას. ამერიკის მასშტაბით ადამიანები მადლიერების დღესასწაულს ძალიან უყვართ. ისინი აღნიშნავენ მას. ეს არის ოჯახთან გატარების მშვენიერი დრო. და აი შეხსენებაც, რომ არ უნდა აღნიშნო ეს დღე. უნდა იფიქრო ყველა იმ ადამიანზე, ვინც იტანჯება. რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერი ტანჯვასთანაა დაკავშირებული. დემორალიზაცია. და შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრალოდ შემთხვევით
ის ამბობს, რომ ეს არ არის თავის მართლება, უბრალოდ ფაქტია, რომ ადლიერების დღე მისი საყვარელი დღესასწაულია. აი ეს. ზოირაკ, აი თქვენ. იმიტომ რომ აი, მიყვარდა. ხო. არ მინდა მისი გაუქმება. სინამდვილეში ძალიან მიყვარს. არ მინდა მისი გაუქმება. სინამდვილეში ძალიან მიყვარს. ეხლა ეს ახსენდება, როცა აცნობიერებს, რომ 12 მილიონი ადამიანი უყურებდა, როგორ ამბობს ამ სულელურ განცხადებას აქ, პლუს კიდევ მილიონობით ადამიანი, ისინი არ არიან ბედნიერები იმით, რომ ის ასე იქცევა თითქოს, ხო? მოდით უბრალოდ თანავუგრძნოთ, აუგზნოთ. ხალხო, ეს კომუნისტები გიჟები არიან. მოდით ავიკითხოთ მისი განცხადება ეხლა, როცა მან წააგო, რადგან ჩვენ ძალიან გვიხარია ეს. ბოლო 11 თვე იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიხარული. მოგზაურობა შტატში, ადამიანების გაცნობა ეკლესიებში, ბარებში, ველურბოლებზე, საცეკვაო წვეულებებზე და მათ სახლებში, მოსმენა იმისა, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს განსაზღვრავდა ყველა გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ კამპანიის მსვლელობისას, მათ შორის მადლობის გადახდაც კი. ეს გააგრძელებს გავლენას ჩვენს საქმიანობაზე და იმაზე, რასაც ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვთ მომავალში გააკეთონ. ეს კამპანია არ ეხებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის თანამდებობაზე მოხვედრას, ყურადღებით მოусმინეთ, ეს მნიშვნელოვანია. ეს ეხება მოძრაობის შექმნას ხელმისაწვდომი ცხოვრების პირობების დასამკვიდრებლად და მთავრობისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს მუშა ხალხს. ჩვენი მოძრაობა ძლიერია და ეს საქმე ჯერ არ დასრულებულა. უზომოდ ვამაყობ ჩვენი გუნდით და იმით, რაც მათ ამ ბიზნეს მისაღებად გააკეთეს. ულოცავ დევიდ კროულის და მის გუნდს. სრულად უჯერ მხარს მას და მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობას, რათა ნოემბერში დავამარცხოთ კონგრესმენი თიფანი. ბლა 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 ბლა. როგორც თქვით, ყველას, ვინც ამას უყურებს და ვინც ამ ვიდეოს დასაწყისიდანვე ჩვენთან ერთად იყო, იცით რომ კარგია რომ მან წააგო. თუმცა უნდა მიაქციოთ ყურადღება ერთ ღამეს, რადგან ეს უბრალოდ არ არის ისეთი მარტივი, რომ კარგი წააგეს და ჩვენ კარგად ვართ. არა. გულისხმობ, არსებობს მიზეზი, რატომაც ისეთი ადამიანები, როგორიცაა ჰასან პაიქერი, ასე განიცდიან იმას, რომ მან ეს წააგო. გულისხმობ, ის კიდევ იმ კეთილგანწყობასაც გვიჩვენებს, რომ ის წაგებას მედიას აბრალებს და არა იმას, რომ ის გიჟია. დემოკრატებისთვის ეს მარტივი იქნება, ხომსეა? ყველასთვის, ფრანჩესკას გარდა. კარგი. მიშიგანი, როგორ იქნება? აბდულ საიედი მაიკ როჯერს უფრო დიდი სხვაობით ამარცხებდა, ვიდრე ჰეილი სტივენსი. შეაჩერა ამან დედამოტყნული ეროვნული მედია იმის თქმას, რომ ჰეილი სტივენსი არჩევნებში უფრო გამსვლელი კანდიდატი იყო. ვინმე მატეხა ხმაური იმაზე, რომ არც ერთმა გამოკითხვამ ეს რეალობა არ აჩვენა. არა, არ შეაჩერა. იმიტომ რომ ეს ტიპები დედამოტყნულები გატყუებენ. კარგი, გამოიღვიძე. კორპორატიული მედია უტიფრად გატყუებთ. ესა. არც ერთი დედამოტყნული გამოკითხვა არ აჩვენებდა, რომ ჰეილი სტივენსი აჯობებდა აბდულ საიდს მაიკ როჯერსთან დაპირისპირებაში. ეს არ შეუშლია ხელს CNN-ს, MSNBC-ს, ABC-მ და CBS-იმ წამითაც არ შეუნელებიათ ტემპი. ყოველ დედამოტყნულ დღეს ამბობდნენ, არა, აბდული მაიკ როჯერსთან წააგებს. ის ზედმეტად მუსლიმია. კარგი, აი ისიც, როგორც ჩანს, ეს არის ეროვნული მედია, მას სრული ნერვული კრახი აქვს, იმდენი ვიდეო კადრია, სადაც ის უბრალოდ პანიკაშია იმის გამო, რომ ჰონგი, ვონგი, კონგი ან რაც არ უნდა იყოს მისი სახელი, წააგო, ისინი გაბრაზებულები არიან, ძალიან გაბრაზებულები და უბრალოდ ვერ ხვდებიან რა მოხდა, მაგრამ აი რა არის მთავარი. მნიშვნელოვანია შეამჩნიოთ, მაგალითად, თუ მოძებნით რამდენად რატო ვერ ვახერხებ ამის დაწერას? თუ გამოკითხებს შეხედავთ, ვერ პოულობ ინფორმაციას. მან ძალიან მცირე სხვაობით წააგო. კარგი. და ეს საშიშია, რომ ვიღაცა ესეთი გიჟი შეიძლება გაიმარჯვოს, ან მცირე სხვაობით წააგოს, რაც ნიშნავს, რომ მას ბევრი ადამიანის ხმა შეუძლია მიიღოს. ადამიანები რეალურად აძლევენ მას ხმას. და ის ფაქტი, რომ 10 ადამიანი მაინც მისცემდა მას ხმას, უკვე პრობლემაა. ის ფაქტი, რომ მან წააგო, ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანია მზად გიჟებს გადააჭარბოს ხმებით, მაგრამ მაინც ბევრი გიჟია. და ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ის, რასაც ბენ შაპირო ამბობს აქ. ჩვენ ვუყურებთ უზარმაზარ არასწორ ინტერპრეტაციას მათი შედეგების ვისკონსინში. სულელური აზრია, რომ DSA-მ თავის ზღვარს მიაღწია და establishment-ის საპასუხოდ იბრძვის, რადგან მას მხარს არ უჭერდნენ უფრო მეინსტრიმული დემოკრატები, მაგალითად ბერნი სანდერსი, რომელიც ჩემი აზრით საერთოდაც არ არის მეინსტრიმი, როგორც არ უნდა იყოს. ეს სრულიად არასწორია. ჩვეულებრივი დემოკრატები უბრალოდ თავიანთი დანებების პირობებზე მოლაპარაკებენ. ეს პირობები აშკარაა. დემოკრატიული პარტია აითვისებს და აირეკლავს DSA-ის თავარ პრინციპებს და ისინი არ წავლენ ბოლომდე DSA-ის კანდიდატების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლომდე არ აჟღერებენ იმას, რასაც ჩვეულებრივ ჩუმად ტოვებენ. აი რატო არ დაუჭირა სლოტკინმა მხარი სტივენს ელსადეს წინააღმდეგ მიჩიგანში? ამიტომ შუმერმა და ჯეფრისმა არ დაუჭირეს მხარი კუომოს მამდანის წინააღმდეგ ნიუ-იორკში. სამაგიეროდ DSA-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები თავს შეიკავებენ მათი ყველაზე ცუდი კანდიდატების მხარდაჭერისგან. აი რატომ არ დაუჭირეს ბერნიმ და AOC მხარი ჰონგს, რომ დაეჭირათ ის გაიმარჯვებდა. შეთანხმების მიზანი აშკარაა. კანდიდატები, რომლებიც ფაქტობრივად DSA-ის წევრები არიან, იღებენ დემოკრატების ერთიან მხარდაჭერას პრაიმერების შემდეგ და მაინც აქვთ შანსი საერთო არჩევნებში გამარჯვების. ასე რომ ნუ მოითხოვებით. DSA მართავს მანქანას და ირჩევს მიმართულებას. ჩვეულებრივი დემოკრატები მხოლოდ სიჩქარეზე ვაჭრობენ. რას გულისხმობს ის ამით? ანუ კი, არიან ისეთი DSA კანდიდატები, რომლებიც იმდენად რადიკალურები არიან, რომ დემოკრატებმა და DSA-მ გააცნობიერეს, რომ ნახეთ, ჩვენ ჯერ ვერ შევძლებთ ამ სიგიჟის ხალხისთვის ძალით თავს მოხვევას, მაგრამ მაინც გავაგზავნებთ მის გამოცდას. რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ მაინც
და სანაცვლოდ, რომ უფრო ნორმალური ადამიანები შევიყვანოთ, რომლებიც მაინც სრულიად კომუნისტები და გიჟები არიან, დემოკრატები უფრო მეტ მხარდაჭერას მოგცემენ. ასე რომ ჩვენ შევწყვეთ სრულიად შეშლილების მხარდაჭერას, რადგან ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ დემოკრატიული პარტიის კონტროლს. და ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი აძლევს ხმას ჰონგს, ნიშნავს, რომ პრობლემასთან გვაქვს საქმე. აი ასეა. მარტივია, კომუნიზმი იფრობს სხვადასხვა ადგილს დასავლეთში და ეს მუშაობს. კიდევ ერთხელ შეიძლება ბოლომდე არ გამოუვიდათ. შეიძლება ყველა არჩევნები არ მოუგიათ. ჰონგი შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს თავის პოზიციაზე, მაგრამ კონტროლის ხელში ჩაგდება ნამდვილად დაიწყო და წინააღმდეგობის მნიშვნელობა არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.